მოგესალმებით მეგობრებო, კლავ ბექა მურვანიძე. დღეს ვაგზელებ თხრობას ლედ ზეპელინის უცვლელი ლიდერის, უცვლელი ვოკალისტის უпроსწორად რობერტ პლანტის შესახებ. როგორც გითხარით, პიტერ გრანტი და ჯიმი პეიჯი გაოგნებული და შოკირებული დარჩა რობერტ პლანტის გამოსვლით. რობერტ პლანტმა სცენაზე ბირმინგემის კლუბ მარქში შეასრულა ისეთი კომპოზიციები, როგორც იყო მაგალითად ისეთი ცნობილი ჯგუფების კომპოზიციები, როგორც იყო Lovin' Spoonful, როგორც იყო არტურ ლი, საუბარია ჯგუფ Lovis ლიდერზე, როგორც იყო Buffalo Springfield, როგორც იყო Chuck Berry, როგორც იყო Everly Brothers, როგორც იყო მაგალითად იგივე Sonny Boy Williamsoni, როგორც იყო Muddy Watersი, ამერიკული ბლუზის ლეგენდას. და მას შემდეგ რაც დამთავრდა შოუ, რობერტ პლანტმა გადაწყვიტა, რომ მისულიყო ჯიმი პეიჯთან, როგორც Yardbirds-ის ლიდერთან. და ეკითხა თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მან მასზე. თუმცა ჯიმი პეიჯი როგორც ცხოვრებაში თავშეკავებული ადამიანი, ამჯერად მან დუმილით უპასუხა რობერტ პლანტს და არ უთხრა არაფერი, მხოლოდ უბრალოდ დაპირდა, რომ ის მას დაუკავშირდებოდა და რაღაც სულ ერთ კვირაში ცოტა გადახვევას გავაკეთებ, რომ თქვენთვის ნათელი გახდეს თუ გაზუსაუბრობ. იყო ასეთი ლონდონში ასეთ ცნობილი გიტარისტი ალექსის კორნერი, რომელიც იწვევდა ამერიკელ ბლუზმენებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ჩიკაგოდან, ინგლისში და სწორედ მას დაუკავშირდა ჯიმი პეიჯი, რათა ეკითხა რჩევა, რომ ღირდა თუ არა რობერტ პლანტი ამ თავისი ჯგუფის Yardbirds-ის ლიდერი და ვოკალისტი გამხდარიყო, რაზეც ალექსის კორნერმა უპასუხა, რომ ის არ ინანებდა ამაზე. და ილინგში თავის სახლში შედგა ჯიმი პეიჯის და რობერტ ენტონი პლანტის ისტორიული შეხვედრა. ჯიმი პეიჯმა გადაწყვიტა, რომ მისთვის რობერტ პლანტისთვის ეჩვენებინა თავისი ძალიან დიდარი კოლექცია, რომელიც შედგებოდა, რა თქმა უნდა, ისეთი ჯაზის ლეგენდებისგან, როგორც იყო მაგალითად ლუის ამსტრონგი, როგორც იყო ჩარლი პარკერი, როგორც იყო ისევ და ისევ ბენი გუდმენი, როგორც იყო ტენორ საქსოფონისტი თელონიუს მონკი და ასე შემდეგ. ასევე ის გამოირჩევა, მისი კოლექცია გამოირჩეოდა имით, რომ ის შეიცავდა ძალიან დიდარ მასალას ამერიკელი ბლუზმენების შემსრულებლებისა, ისეთები როგორებიც იყვნენ მაგალითად Chuck Berry, რომელიც იმ დროისთვის სახელგანთქმული ბლუზმენი გახდა, Muddy Watersი, რომლის სახელი ქუხთა მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში.